ეს არის ანდრია პირველწოდებულის სენერგიულე. ეს იყო ის პირველი მოწაფე, რომელიც თავიდან დაემოწაფა იოანე ნათლისმცემელს, მაგრამ შემდგომ იმისა, როდესაც იოანე ნათლისმცემელმა აღიარა, რომ აი ტარიგი ღვთისა, აი ამღებელი ცოდვათა სოფლისა და აი მესია, აი იმის შემდგომ უკვე ანდრია პირველწოდებული და იოანე ღვთისმეტყველი გაჰყვნენ მაცხოვარს. და ამის შემდგომ ანდრია პირველწოდებულმა ჯერ მიიყვანა თავის ძმა პეტრე მოციქული მასთან, იოანე იაკობი თავის ძმა და ასე შეიძლება ითქვას 12 მოციქული გაუჩნდა მაცხოვარს და ანდრია პირველწოდებული გამოირჩევა თავისი დიდი მოშურნეობით ღვთის დიდებისა. იგი ეწამა და მისი წამება იყო ჯვარზე გაკვრა, όμως ისეთი ჯვარი კი არ ქონდა, როგორც ვთქვათ, მაცხოვარს, მაგრამ მისი ჯვარი იყო X-ის ფორმის, აი ესეთი ფორმის იყო და ასე ვთქვათ, იგი თავისი მოწამეობრივით 8 წლით ადასტურებს ღვთის დიდებას. ანდრია პირველწოდებული იყო ის პირველი, რომელმაც საქართველოში შემოიტანა ქრისტიანობა. შემდგომ იცით, რომ მე-4 საუკუნის დასაწყისში წმინდა დედანიომ გაამტკიცა ეს ქრისტიანობა. ასევე დღეს არის საქართველოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წირხვდომილობის დღე. თქვენ იცით, რომ მაცხოვრის ამაღლების შემდგომ და სულწმინდა რომ გადმოვიდა მოციქულებზე სულთმოფენობის შემდგომ წილი ხარეს თუ ვის სად უნდა ეკადაგა ქრისტიანობა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს შეხვდა წილად ივერია ჩვენი ქვეყანა საქართველო. მაგრამ ღვთის განგებით მან ეს მისია გადააბარა ანდრია პირველწოდებულს, ხოლო თვითონ თუ შეიძლება ითქვას უხილავად, მაგრამ მუდამ ჩვენთან არის და მუდამ განსაცდელში ეხმარება საქართველოში მცხოვრებ ყველა ქრისტიანს. ღმერთმა მოგცეს ამის ზავა, ღმერთმა მოგცეს ღვთის განცდის გეტარება, რადგანაც იმას დიდი ბედნიერება არაფერი არ არის ამ ქვეყანაზე, როცა ადამიანი შინაგანად უფალს გრძნობს, როცა ადამიანი შინაგანად აი ემონება უფალს და ღებულობს მისგან ყველაფერს. ეს ტანჯვა იქნება, სიხარული იქნება, მათთვის სულ ერთია და მე გეტყვით, რომ როდესაც ტანჯვას ღებულობენ, ისინი უფრო გახარებულები არიან, რადგანაც აი ამ ტანჯვაში უფრო ადიდებენ ღმერთს. ღმერთმა მოგცეს ამის გაცდა, რომ უფალი მუდამ ყოფილიყოს ჩვენს გულში. ამინ. გაგახსენებთ იმას, რომ შაბათს არის ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე და ქაშვეთში პირველ საათზე შევიკრიბებით და იქიდან ფეხით ცვლილობა იქნება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ და 1 საათში ან 2 საათზე უკვე იქ შესრულებული იქნება პარაკლისი ჩვენი ერის მშვიდობისთვის. თუ მობრძანებით, თუსაც შეგიძლიათ მობრძანეთ და ამით დაიფარეთ თქვენი ლოცვით, შეეციეთ ჩვენს ქვეყანას. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგულთოთ და ჩვენთანაც ღმერთი. გაგახსენებთ, რომ ჩვენ მონასტერში ანდრია პირველწოდებულის მცირედი ნაწილი გვაქვს და ეხლა ჯვარზე რო ემთხვევით, თქვენ შეგიძლიათ რომ შემდგომ ემთხვიოთ ასევე ანდრია პირველწოდებულის ნაწილს.